წალკის ეპარქიაში სოფელ დაჟბაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიმდინარეობდა. დღეს ტაძარი და წმინდა ტრაპეზიც იკურთხა. სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ პირველი სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღასრულა. თანამსახურებდნენ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ჯიბუტი და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი დალოცა, დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. დღესვე მეუფე გრიგოლმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენით სამუშაოებში მონაწილე პირებს მადლობის სიგელები გადასცა. სახელითა მამისათა და ძისა და სულისაცმინისა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა გიორგის მოქალაქევის ახალქალაქის და ამჟამად დაჟბაში სოფელის წალკის ეპარქიის ენკენიობა, კურთხევა, განახლება უფალმა დალოცოს ყველა ვინც მიიღო ამ დიდ საქმეში მონაწილეობა ღმერთმა დალოცოს ყველა მცხოვრები ჩვენი ეპარქიისა და ამ სოფლისა. დღეს არის წმინდა გრიგოლის სომხეთის განმანათლებლების დღესასწაული და ალბათ ესეც არის ღვთის განგება, რომ მოხდა ამ დღეს ამ ტაძრის კურთხევა. დიდი საქმე გაკეთდა და ჩვენ ვმადლობთ. გვინდა ჩვენი ეპარქიის სიგელებით დავაჯილდოვოთ შემდეგი პირები. წალკის ეპარქიის დაჟბაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცო დეკანოზი გიორგი ჯიბუტი. მამა გიორგი არის გული სული ამ ტაძრის განახლებისა, უკვე მე-13 წელი აქ მოღვაწეობს მისი ასე ცრემლებით, ლოცვებით მოხდა ეს აღდგენა და აქსიოს. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცო წალკის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ილია საბაძე. აქსიოს. მადლობელი ვარ თანადგომისთვის, მეგობრობისთვის და ასეთი გულმოდგინე, ესეთი ლოცვის და შედეგისთვის. დიდი მადლობა. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცო წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ირაკლი გიგინეიშვილი. აქსიოს. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცო ბატონი ამირან საყვარელიძე. აქსიოს. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცოს არქიტექტორ რესტავრატორი ქალბატონი ქეთევან ჩიხაძე. აქსია. ღმერთმა დალოცოს და შემდეგი ტაძრის კურთხევა აფხაზეთში. ინებოს ღმერთმა. ამინ. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცოს ბატონი ამირან უგრეხელიძე. მადლობელი ვარ ჩვენი მშენებლისა, რესტავრატორებისა. 3 თვეში მოხდა აღდგენა ამ ტაძრისა და აქსიოს. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცოს ბატონი ვახტან უგრეხელიძე. აქსიოს. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცოს ბატონი სპარტაკ ჩიხაძე. აქსიოს. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცოს ბატონი ბექა გედენიძე. აქსიოს. წალკის ეპარქიის დაჟბაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღმერთმა დალოცოს ბატონი ჯიმშერაშვილი. აქსიოს. დიდი მადლობელი ვარ, აი ესეთი 1000 წლის ისტორია და უფალმა მოგცა რომ ჩვენს რაღაცა ახლოს ვიყავით ამ დღესასწაულთან ერთად, როგორც ეპარქიის მართველი, ჩვენ არ შეუშალეთ ხელი და ვიხაროდა პირველი დღიდან, როცა დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, ჩვენ ამოვდიოდით, ლოცულობდით თქვენთან ერთად და მადლობა ღმერთს. ინებოს ღმერთმა, რომ შემდეგი წმინდა გიორგის
ტაძრის კურთხევა იყოს ილორში, იყოს ცხინვალის რეგიონში და დამშვიდებულ საქართველოში. აი დღევანდელი დღე არის, ასე ვთქვათ, მეგობრობის დღე, ქრისტიანული მეგობრობის ჩვენ და სომეხი ერისა. და ხვალ არის სვეტიცხოვლობა და ჩვენი მეგობრობა უკვე ქართველი ერისა და ებრაელი ერისა, ქართველი და ბერძნების და ინებოს და დალოცოს ქრისტიანული ძმობა, მეგობრობა და სიხარული. მრავალს დაისწარით. მე მინდა ეს დაჟბაშის მოსახლეობას. ამინ. იმიტომ ნამდვილად გვერდში მიდგას ყოველთვის, რა ვიცი, წვრილმანია თუ დიდი საქმეა ყოველთვის გვერდში. და სიყვარულით მაქცევი რას მთავარი. პირველ დღიდანვე, როცა კი მოვედი აქ, ყოველთვის სიყვარული შემხვდა ამ ხალხისგან. და მინდა ამათ გადავცეთ მოსახლეობას. ამინ. დალოცოს, გაახაროს და გაამრავლოს ჭეშმარიტი ქრისტიანი სოფელ დაჟბაში, წალკაში და სრულიად საქრისტიანოში. ამინ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები 2025 წლის ივნისში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში გუმბათის აღდგენა განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ტაძრის რესტავრაცია პირველად 70-იან წლებში ჩატარდა. იმ პერიოდში აღდგენითი სამუშაოები დიდი მოცულობით განხორციელდა, თუმცა გუმბათის აღდგენა შეჩერდა და დროებით თუნუქით გადაიხურა. რესტავრაციის მეორე ეტაპი 50 წლის შემდეგ განახლდა. დღეს ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენ სოფელში, სოფელ დაჟბაში, სადაც იკურთხა ტაძარი, ხელახლა იკურთხა ტრაპეზი, მას შემდეგ რაც ეკლესიაში მოხდა რესტავრაცია გუმბათის, აქ მე-10 საუკუნის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც გუმბათი დროთა განმავლობაში არ ქონდა და მხოლოდ ეხლა მოხდა მისი აღდგენა წელს. რესტავრატორი იყო ქალბატონი ქეთევან ჩიხაძე, მშენებლები მამიდან ჩიხაძე და სხვები, რომლებაც 3 თვის განმავლობაში დაასრულეს ამ ეკლესიის გუმბათის აღდგენა. პირველდელი სახით რაც იყო, ზოგიერთი ქვები, რომელიც ამ გუმბათს ამშვენებდა, შენარჩუნებულია. ტაძარი მე-10 საუკუნისა, როგორც თქვი, რატი ბაღვაში საშენებულია და თითქმის 1000 წელია ეს ტაძარი დგას. დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ჯონი საბაძეს, რომლის უშუალო მხარდაჭერით მოხდა ამ ტაძრის აღდგენა. ეს საშვილიშვილო საქმეა, იმიტომ რომ თრიალეთში, წალკის რაიონში ერთადერთი გუმბათიანი ტაძარია, ქართული გუმბათიანი ტაძარია თრიალეთში, წალკის რაიონში. და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ეკლესია, მნიშვნელოვანი საყდარია. რამდენიმე წარწერა ამშვენებს ამ ტაძარს, რატი ბაღვაშის წარწერა, მელქისედეკ კათალიკოსის წარწერა და კიდევ რამდენიმე, ასე რომ ის ჩვენი კულტურისთვის, ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. დღევანდელი დღე მინდა მიულოცოთ სრულიად საქართველოს და წალკელებს, რომ დღეს ეკურთხა მე-10 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და აღდგა გუმბათი. მოგეხსენებათ, ტაძარი უკვე დამთავრდა სრულყოფილად, გუმბათი საერთოდ არ არსებობდა და ვფიქრობ, რომ თავისი სრულყოფილებით ტაძარი მთლიანობაში გამოჩნდა. მე-11 საუკუნის ტაძარია, მოგეხსენებათ, ამ რეგიონში ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მხოლოდ ეს ერთია და აშენებულია კანიონის თავზე, რომელსაც მხოლოდ ერთი შემოსასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან. დანარჩენი კლდეზეა დაშენებული. 3 თვის განმავლობაში შრომობდით თავდაუზოგავად ჩვენ მთელი გუნდი. ბედნიერები ვიყავით ამ შრომის პერიოდში. მე-17 ტაძარი არის ეს ჩემს ცხოვრებაში აღდგენა რესტავრაციისა და მადლობა უფალს ამ ყველაფრისათვის წმინდა გიორგი ფარადეს მთელ საქართველოს. შეგახსენებთ, რომ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მე-11 საუკუნით თარიღდება და ერთადერთი შემორჩენილი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა თრიალეთის ძეგლთა შორის. ტაძარში ღვთისმსახურება 2013 წელს განახლდა.